სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რატომ უწოდებთ თქვენ დეფორმას, რა საფრთხეს შეიცავს ის ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელსაც ქართული ოცნება ყოველ შემთხვევაში რეფორმას არ ქმნავს? მადლობა თეა მოწვევისთვის. Რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივესალმები ჩვენს სინდისის პატიმრებს, ჩვენს პოლიტიკურ პატიმრებს. აუცილებლად მივესალმები. მე ვიცი, რომ მათთვის უბრალოდ იმდენია მათი რაოდენობა, ასე აღარ გამოდის ყოველდღიურად ჩამოთვლა და მაგრამ ისინი უყურებენ ახალ ნორმალიზება გახადეს პოლიტპატიმრების ზოგჯერ ვიფიქრებია ეგრეთ წოდებულ zoom-out საკეთებ ხო, რა მდგომარეობაში აღმოჩნდით არის სრულად წარმოუდგენელი ის, რასაც ჩვენ დღეს გავდივართ. და ინფორმაციის ნაკადი, მრავალფეროვნების ნაკადი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ერთ კონკრეტულ პრობლემაზე კონცენტრირდა და ამიტომ აი დღევანდელ გადაცემაში ყველაფერს ცალ-ცალკე შევა. პრობლემა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დღეს ჩვენს წინაშე დააყენა, არ არის იზოლირებული. მათ შორის არ არის იზოლირებული განათლების რეფორმაც, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგად შეარქვეს ესე სხარტად განათლების დეფორმა, გაუნათლებლობის რეფორმა, რა ვიცი, ბევრნაირად უწოდებ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერია გარდა განათლების რეფორმისა. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ აბსოლუტურად დაუქვემდებაროს განათლების სისტემა ერთ ვერტიკალს, აი ამ ავტორიტარულ რაღაცა. კი, აი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამოიკვეთა სახელოვნებო სფეროზე მიმართული ზეწოლა. მოგვიყევით ამაზე უფრო კონკრეტულად. კი, რა თქმა უნდა, რთული საკითხია და ძალიან ბევრის მომცველი, ხო? და ამიტომ კონცენტრირდეთ ახლა იმაზე, რაზეც თქვენ. ის რომ 40,000 სტუდენტი უნდა გაათავისუფლოს, არ არის ჩემი მიგნება, ეს ციფრები სხვათა შორის ძალიან კარგად აქვს დამუშავებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა ამ რეფორმის კონცეფციის შესწავლა, ასე ვთქვათ, და ეს ანალიზი წარმოგვიდგინეს საკმაოდ ამომწურავი, მაგრამ ეს თვითონ კობახიძემ თქვა, რომ უნდა შემცირდეს. დღეს არის დაახლოებით 150,000 სტუდენტი აქტიური სტატუსის მქონე და 40,000-ით უნდა შემცირდეს. ამას თავის მიზანი მიმართული. მიზანი არის აქ ერთი. ეს არის როგორ გითხრათ, აი მორჩილებაში მოყვანა იმ სფეროსი, რომელიც ყველაზე რთული და სამორჩილებელია, მაგრამ რომლის დამორჩილებასაც ყველაზე შორსმიმავალი შედეგები ექნება. მე გავიზარდე 80-იან წლებში ვსწავლობდი სკოლაში, 90-იან წლებში ვსწავლობდი უმაღლესში და ზუსტად ვიცი რა მეთოდებით გზრდიდა საბჭოთა კავშირი, რომ გამხდარიყავით, აი რასაც ეძახიან რუსები სავოკი. ანუ homo sovieticus ესეც უწოდებენ ხოლმე, ხო? ეს არის ადამიანი, რომლის მაგივრათაც ფიქრობს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, არ აქვს კრიტიკულად აზროვნების უნარი და ყველაფერ შეემორჩილება. ჩვენ არ გვასწავლიდან სკოლაში, რომ ან ბოროტმოქმედება უნდა ჩავიდინოთ, ან უნდა მოვიპაროთ, ან უნდა ადამიანი მოუკლათ. არა, ჩვენ გონებოდა, რომ ჩვენა გვიყვარდეს ჩვენი დიადი სამშობლო, მაგრამ გვასწავლიდან რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამას თავში გვიდებდა სახელმწიფო და სახელმწიფოს შეეძლო ჩვენთვის ეთქვა, რომ კარგი არის ნებისმიერი რამ, რაც მისთვის იყო მისაღები. ამაში არის სწორედ პრობლემა, რომ ადამიანს არ ქონდა თვითონ მორალური თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ის იყო დაქვემდებარებული და ის იყო მორჩილი. აი ეს არის დღეს ქართული ოცნების მიზანი. ისინი ახალს არაფერს არ იგონებენ. ზუსტად მიყვებიან იმ სქემას, რა სქემითაც მოქმედებდა საბჭოთა კავშირი და დღეს რა სქემასაც თავაზობს. აი მაგის მიუხედავად, კაპიტანინო, ფაქტია, რომ ვერ მოახერხა, ხო? კლასიკურ სავოკებად ჩამოეყალიბებინეთ. თქვენ და მე კი არა. აგერ 100 წლის გახდა დღეს საქართველოს ერთ-ერთი ნათელი გონება, მეცნიერ კორიფე, თავისი ოჯახით, ნუ ხა კაი აკაკიშანიძე დამოუკიდებელ საქართველოში მოღვაწეობდა, მაგრამ ქაბატონი მზექალა ხო ვერ მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს არა და საბჭოთა კავშირში დაიბადა და გაიზარდა და 100 წლისა და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ფაქტია, რომ მაშინდელმა სისტემამაც კი, რომელიც გაცილებით უფრო მდგრადი და სასტიკი იყო, ვიდრე ქართული ოცნება. უკვე ჩამოყალიბებული იყო. ჩამოყალიბებული იყო, ხო ვერ შეძლო. ყარი ბერკეტები, რაც ჯერ ამათ არ აქვს. ეს ამაში მართალი ხართ, მაგრამ ერთი ისიც არის, რომ კი ჩვენ ქართველები უფრო ნაკლებად ვადაპტირდით აი ამ საბჭოთა სისტემაში და უფრო განსხვავებული პოზიცია გვეჭირა, მაგრამ აი ის სიმახინჯეები, რაც ჩვენში ამ სისტემამ, პირველ რიგში მინდა მიულოცო ქალბატონს ზექალას და ბედნიერი ვარ, რომ მისი თანამედროვე მყია. პიროვნება არის ნამდვილად გეთანხმებით და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვო და დიდხანს ძალიან წარმატებული მუშაობა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად საღი გონება აქვს შენარჩუნებული და არის სრულიად ქმედუნარიანი და აბსოლუტურად ახალგაზრდულად აზროვნებს, რაც თავარია. და კრიტიკულადაც ეს კიდევ უფრო კრიტიკულად კი, რაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ
ის სიმახინჯეები, რაც აი იმ პერიოდში ჩვენში ჩაინერგა, სწორედ ის გამოჩნდა ახლა. მე, როდესაც ჩვენზე ვლაპარაკობ, არ ვლაპარაკობ ეგრეთ წოდებულ, თქვათ, ბაბლზე, ან ცოტა უფრო გაფართოებულ ბაბლზე, ხო? იმ ადამიანებზე, ვისაც თქვათ, ესმით რა არის ნამდვილი ღირებულებები, ვისაც ესმით რა არის, თქვათ, საქართველოს სიყვარული, რა არის ის, რითიც შეგიძლია შენ ეს ქვეყანა წინ წაიყვანო, ხო? არის ძალიან დიდი ჯგუფები საზოგადოების, რომლებსაც პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს. აი, სწორედ ეს არის ის ამას თქვენ ხედავთ სტუდენტებში მათ შორის? იცით რა, სტუდენტები ყოველთვის იყვნენ კრიტიკული, ასე ვთქვათ, ნაწილი საზოგადოების ყველაზე უფრო კრიტიკული და მე იმედი მაქვს, რომ ჩემს სტუდენტებში ასეთი ძალიან ცოტა იქნება. თუმცა უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა სტუდენტებიც არის ასახვა ამ საზოგადოების და იქაც არის ყველანაირი ასე ვთქვათ სიმპათიების მქონე ადამიანები, თუმცა ნუ არასოდეს აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომელი პოლიტიკური ძალა მოსწონს კონკრეტულ სტუდენტს, ხო? აქ არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად ის კრიტიკულ აზროვნებაზე ხდება ადამიანების აი ესეთი განადგურება ეს ცალსახად არ უნდა მოგწონდეს, არ უნდა იძახო, რომ ირანელები ჩვენი მტრები იყვნენ და ამიტომ არ აუშავს, ხო? ეს რომ დაუშვებელია, ასეთი ტიპის აზროვნების ხალხზე მაქვს. კი ბატონო, სწორედ ამიტომ ვახსენე კრიტიკული აზროვნება, გაბატონი მზექალას შემთხვევაშიც და სტუდენტების შემთხვევაშიც კრიტიკული აზროვნება არის ცივილიზაციის ემანსიპაციის ერთ-ერთი გარანტია, ხო? ამ შემთხვევაში რას აკეთებს ქართული ოცნება, რის მოკვეცას ცდილობს უმაღლეს სასწავლებლებში, რატო ამცირებს სტუდენტთა რაოდენობას მომავალში და რა ვიცი საარსებო საშუალებას მუშაობის უფლებას ართმევს განათლებულ პროფესორ მასწავლებლებს რომლებიც ამ რეფორმას რამდენიმე ძალიან მკაფიო მიზანი აქვს. ერთი არის ეს არის აი ესეთი მორჩილი ადამიანების გაზრდა, იმიტომ რომ მორჩილი ადამიანი ადვილი სამართავია და ეს განათლების რეფორმა ასევე მიმართულია იქითკენ რომ დააგდოს განათლების ხარისხი. ანუ გამორიცხულია რომ აი იმ ფორმატით, რა ფორმატსაც ქართული ოცნება გვთავაზობს, მოახერხონ ახალგაზრდებმა ხარისხიანი განათლების მიღება. ეს დაწყებული სკოლის წლების შემცირებიდან, მე-12 კლასის მოხსნიდან და გაგრძელებული იმითი, რომ თქვა 3+1 ფორმატი შემოაქვთ. არის ძალიან არის ქვეყნები, სადაც არის 3-წლიანი ბაკალავრიატი, მაგრამ იქ სხვანაირად მოქმედებს. თუ ბაკალავრიატი არის 3-წლიანი, მაშინ მაგისტრატურაში იცვლება. გარდა ამისა, სკოლა არის აბსოლუტურად განსხვავებული. განსხვავებულად ამზადებს იქ სტუდენტს მოსწავლეს იმისთვის, რომ მერე ის გახდეს სტუდენტი. ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, სხვათა შორის ძალიან ბევრი ამბობს, რომ უბრალოდ აი ყვება ამ რაღაცნაირად ქართული ოცნების ნარატივს, რომ აი განათლების რეფორმა იყო ყველაზე წარუმატებელი ამ 13 წლის განმავლობაში და ჩვენ ყველაზე ცუდი შედეგები ამ მიმართულებით. ბევრი ჩვენი მომხრეც კი იძახის, რომ კი განათლების სისტემა იყო ძალიან ხარვეზიანი და რეფორმა ნამდვილად სჭირდება. რეფორმა სჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მიაღწია განათლების სფერომ, აი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ყველანაირი შეზღუდვებისა, მიუხედავად აი იმ ფორმალობებისა, რომელიც მას თავს ჰქონდა შემოხვეული, მაინც ჩვენ გავხდით საერთაშორისო სისტემის ნაწილი, ჩვენ გავხდით ისე გაიხსნა გზები ჩვენი სტუდენტებისთვის. მე მახსოვს ბოლონიის პროცესში 2018 წელს ვიყავი ერთ-ერთ პატარა ქალაქში ნიდერლანდებში და იქ შემხვდა სტუდენტი, რომელიც ერაზმუსის პროგრამით იყო წასული, რომელსაც თქვა, რომ მამა ჩემიო, განათლების უფლებას არ მაძლევდაო, მეუბნებოდაო, რომ სახლში უნდა ვიმუშაო, იმიტომ რომ მუშახელი ჭირდებაო. ბიჭი, რომელსაც ჰქონდა გრძელი თმა, ეცვა ჭრელი კედები და აი იქ იყო აბსოლუტურად ორგანული ნაწილი აი ამ რაღაცა სრულად ახალგაზრდული კულტურის, ხო? ესეც მიღწევა იყო განათლების სისტემის. და ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა. მოწესრიგდა ის, რომ 90-იანების მერე ის მართლა რაღაცა სარდაფებში გახსნილი უნივერსიტეტებიდან ჩვენ მივედით იქამდე, რომ რაღაცას დაემსგავსეს უმაღლესები, ხო? ასე თუ ისე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პრობლემა იყო იმაში, რომ რეფორმა იწყებოდა ყოველთვის უმაღლესებიდან და არა სკოლიდან. და სკოლაშიც პრობლემა ის კი არ არის, რომ მე-12 კლასი
მოხსნა და გააუქმო და სტუდენტებს უფრო ნაკლები დრო მისცე იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ და გაერკვდნენ სად უნდათ სწავლის გაგრძელება და როგორ უნდა ცხოვრების დაგეგმა. პრობლემა არის ის, რომ არ არის საკმარისი რაოდენობით სკოლები, არ არის საკმარისი რაოდენობით მასწავლებლები რეგიონებში. ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელი არის სკოლა, მით უმეტეს თქვა და ეთნიკური უმცირესობებისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს საშუალო განათლების მიღება, იმიტომ რომ იქ სტანდარტები, რომლებიც შემუშავებული არის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტრო იყო ჩართული ამ სტანდარტების შემუშავებაში, ვერ ხორციელდება, იმიტომ რომ მასწავლებლებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, არ არის საკმარისად ტრენინგები ჩატარებული მათთვის. ანუ ეს არის ისეთი პრობლემები, რომლებსაც ჭირდება ცვლილებები, ჭირდება განახლება, ჭირდება წინსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო ცუდი სისტემა, რომელიც ახლა უნდა დავანგრიოთ აბსოლუტურად და მივიღოთ რაღაცა სოციალური სრული არეულობა. ნამდვილად ამას არ. ხო, მე მგონი მიზანიც ეგ არის, რომ სოციალური არეულობა იყოს და გაურკვევლობა რაც. ამას აუცილებლად მიიღებს ქართული ოსტატობა. სხვათა შორის ხა ცოტა ესეთი ამაღალი ნათქვამია, მაგრამ ბოკასას დასასრული დაიწყო იმითი, როდესაც მან შემოიტანა სკოლის ფორმები სკოლებში და ამითი დაიწყო ესეთი დიდი გამოსვლები მის წინააღმდეგ. ხა ეს არ ნუ კანიბალური რეჟიმი იყო მაინც. ხო, მაგრამ ამითი დაიწყო. მანამდე ყველაფერი მისაღები იყო მოსახლეობისთვის, მაგრამ აი ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც გამოიწვია მერე ეს ძალიან დიდი ტალღა, ასე ვთქვათ, რომელმაც შეიწირა მისი იმპერატორობა. საინტერესოა, ხო, ამ დროს ფორმები ალბათ ყველაზე ნაკლები დანაშაულია იმ დეფორმიდან, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ფორმა ეს არის რაღაცა ტექნიკური ნაწილი, რომელიც ისევ სკოლის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ხო? ჩვენთან ყველაზე ჩვენ ვიცით ბევრი კერძო სკოლა, რომელიც სადაც არის ფორმები, რა თქმა უნდა, ხო. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არც სკოლებს და არც უნივერსიტეტებს არ აქვს საკმარისი ავტონომიურობა და ეს რეფორმა პირიქით მიდის, რომ უფრო მეტად შეზღუდოს მათი დამოუკიდებლობა. სკოლის დირექტორებს არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება, რექტორების არჩევა რეალურად არ ხდება გარდა რამდენიმე უნივერსიტეტისა, ხო, საჯარო უნივერსიტეტებში მით უმეტეს. ძალიან შეზღუდულები არიან თავის ავტონომიურობაში. სკოლები, ჩემი ხედვით, სრულად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის ქვეშ და არა ცენტრალური ხელისუფლების. გასაგებია, რომ თქვა სტანდარტებს უწესებს განათლების სამინისტრო, პროგრამასთან დაკავშირებით რაღაცა ზოგადი ჩარჩო უნდა განსაზღვროს განათლების სამინისტრო, მაგრამ სკოლაში როგორ ხდებოდეს განხორციელება, როგორ უნდა მიდიოდეს პროცესები, ამას დირექტორი არ უნდა ეკითხებოდეს განათლების სამინისტრო. ხო, ნინო, რა მინდა და მეკითხა, იცით, შეიძლება თქვენ როგორც ლექტორს ეს ახლა არ გეხებათ და არ იყოთ ჩახედული ამ საკითხში, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ბევრი მშობლისგან ახლა გადაუწყვეტელია მათი მდგომარეობა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები ექმნებათ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პირობებში. მაგალითად, ქუთაისში ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტს ბევრად მეტი უფლებები ეძლევა, ვიდრე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხო, ეს რა თქმა უნდა, ამას მიცხოვრები ვართ ჩვენ, რომ ორმაგი სტანდარტებით მართავენ ყველაფერს და მაშინ, როდესაც ვთქვათ, დღეს კერძო უნივერსიტეტებსაც კი პრობლემებს უქმნიან აკრედიტაციით და ავტორიზაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საერთოდ არ აქვს ავტორიზაცია და არც ჭირდება და ასე აპირებს, რომ მაგრამ ართმევს ფაკულტეტებს სახელმწიფო ფაკულტეტებს ართმევს სხვა უნივერსიტეტებს და პრაქტიკულად ეს რაღაცა ბიზნეს პროექტია, ხო? მან ვერ მოახერხა თავისი უნივერსიტეტის აღსება სტუდენტები და როცა ეს დეფორმა შემოგთავაზათ ყობახიძე. კონცეფცია რასთან დაკავშირებით? როგორ უნდა გამართულიყო ეს რეფორმა? იცით რა, ეს მთლიანად ეს რეფორმა ძალიან, აი ცოტა ანუ კარგი რა აქვს ამაზე მაში ვართ, იცით, რაღაცა რომანში, რომ დაგვიდეს რაღაც სამგვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც არაფერი არ იყო ბოლომდე გარკვეული, ხა ჩვენ ვიძიებთ, როგორც კი რაღაცა მიგნებას გავაკეთებთ, თუ ვთქვათ ძალიან მივაწექით იმაზე იძახიან, რომ არა, ესე კი არა, ეს არა რასისულელია, ჩვენ ეს არ გვიგულისხმია და შევცვლით. აი, აბსოლუტური გაუგებრობა არის ძალიან ბევრი მიმართულებით რა მოხდება. ხა მაგალითად სად უნდა ჩააბარონ წელს აბიტურიენტებმა? გადაწიეს ეს ვადა, როდესაც აბიტურიენტებს შეეძლებათ რომ შემოხაზონ სასწავლებელი უნივერსიტეტები, ხო? თუმცა მარტში ეს უკვე იყო ხოლმე განსაზღვრული და უკვე თვითონ უნივერსიტეტებმა იცოდნენ, რომ დაეგეგმათ თავიანთი მომავალი სასწავლო წელი, ხო? რამდენი სტუდენტი შემოხაზავდა თქვა კონკრეტულ უნივერსიტეტს. ეს მოხსნეს ეს გრანტების სისტემა მოხსნეს, ამიტომ კერძო უნივერსიტეტები საერთოდ გაურკვევლობაში არიან, რამდენი სტუდენტი შეძლებს მათთან ჩაბარებას, იმიტომ რომ ავად თუ კარგად ის გრანტი
ამ გადასახადს ამცირებდა და ეს იყო ძალიან დიდი შეღავათი ბევრი ძალიან უმეტეს ისეთ ეკონომიკური. აი დღეს აბიტურიენტების და მათი მშობლები ალბათ სრულ გაუგებრობაში არიან, იმიტომ რომ არაფერი არ არის ჩამოყალიბებული. არ ვიცით უნივერსიტეტებმა რამდენი არის კვოტა მაგალითად თითოეულ ფაკულტეტზე სტუდენტის. მე როგორც ილეონის ასოცირებულმა პროფესორმა არ ვიცი სექტემბერში მექნება თუ არა საერთოდ სამსახური. წარმოუდგენელია ხო, ქაბატონი. აი ძალიან იმედია გექნებათ და იმედია რა ვიცი სექტემბრამდე ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად გადაიჭრება არა მხოლოდ განათლებაში, არამედ ხო, ეს ძალიან კომპლექსური რაღაცა არის. ეს შიდა პოლიტიკური ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება იმით, რომ ჩვენ თქვათ განათლების რეფორმაზე მოვითხოვოთ რაღაცა ცვლილებების შეტანა. ხო, კომპლექსური. ეს არის ერთიანი პრობლემა და ამას ერთიანად უნდა მადლობა. მადლობა ნინო დოლიძეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს.